კატარი, დოჰა, 22 ნოემბერი. ეს თარიღი ჩაინიშნეთ, ვინაიდან ალექსანდრე თოფურიას მომდევნო მეტოქე უკვე ცნობილია. ბეკზად ალმახანი 1997 წელს დაბადებული ყაზახი მებრძოლი იქნება სწორედ ალექსანდრე თოფურიას პირისპირ ოქტაგონზე. ვინ არის ბეკზატი? როგორია მისი რეკორდი? როგორია მისი წარსული ამ სპორტში? და როგორ გადაურჩა უმარ ნურმაგომედოვი ბეკზატისგან დანოკაუტებას? ამ და ყველა სხვა მნიშვნელოვან მოვლენაზე, რომელიც შეიძლება ამ ბრძოლას უძღოდეს წინ, გაიგებთ სწორედ ამ ვიდეოში. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო. მე სანდრო სანაია ვარ, ჩემი არხი სანაია Talks MMA კი დაბრუნდა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ და ახლა უფრო პერმანენტულად შემოგთავაზებთ ვიდეოებს. ამჯერადაც სწორედ ალვარო კოლმენერო, ესპანელი სპორტული ჟურნალისტი არის პირველი მაცნე, რომლისგანაც გავიგეთ ალექსანდრე თოფურიას მომდევნო მეტოქის შესახებ. ბეკზად ალმახანი, რომელსაც UFC-ში 1-1-ზე აქვს რეკორდი, საერთო ჯამში კი 12-2-ზე არის მისი სტატისტიკა. ბეკზატის დებიუტი UFC-ში შედგა უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ 2024 წელს და მისი ყველაზე გამორჩეული მომენტი ამ ბრძოლიდან იყო სწორედ ის ოვერჰენდი, რომლითაც უმარი ნოკდაუნში ჩავარდა, თუმცა სხვა დანარჩენი რაუნდები და მომენტები ბეკზატმა ვერ გამოიყენა და უმარის დომინაციით მიმდინარეობდა. შესაბამისად ბეკზატი გადაწყვეტილებით დამარცხდა უმართან, ხოლო მისი უკვე შემდგომი ბრძოლა, ახლა უკვე უკანასკნელი, შედგა ბრედ კატონას წინააღმდეგ, სადაც ბეკზატმა ბრუტალური ნოკაუტით დაამარცხა მისი მოწინააღმდეგე. მისი ოფიციალური სტატისტიკა არის 12-2-ზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი კარიერა უფრო მეტ ბრძოლას ითვლის, პროფესიონალურ MMA-ში გადასვლის შემდგომ მას გარკვეული ბრძოლები არ ჩაუთვალეს, ვინაიდან წესების მიხედვით თანხwebdriverში ვერ მოდიოდა არსებულ MMA-ის წესებთან, რომელსაც დასავლური სამყარო ასე ვთქვათ აღიარებს. ის გამოდიოდა ძირითადად ყაზახური საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთ დარგში, რომელსაც ჟეკპეჟეკ ჰქვია. შესაბამისად ეს ორი სპორტი MMA და ჟეკპეჟე ერთმანეთთან თანხwebdriverში ვერ მოდიოდა წესების მიხედვით და გარკვეული ბრძოლები მას გაუქვითეს და ამჟამინდელი რეკორდი არის 12-2-ზე. მისი ერთ-ერთი გამორჩეული უნარი არის სტრაიკინგი, არის კარატეს შავი ქამარი, ასევე აქვს კარგი კრივი, თუმცა ძლიერ ეფუძნება სტრაიკინგს და დგომს. რაც უმართან ბრძოლის დროს გამოჩნდა არის ის, რომ მაღალი დონის მოჭიდავის წინააღმდეგ მას უჭირს, გარდა იმისა, რომ უმართან გადაწყვეტილებით დამარცხდა, მისი კიდევ ერთი წაგება არის სწორედ მოჭიდავის წინააღმდეგ და ეს მოხდა მახრჩობელა ილეთით. სხვა მისი გამარჯვებები, რომელთა 90% მოდის ან ტექნიკურ ნოკაუტზე, ან ნოკაუტზე. აქვს საკმაოდ ძლიერი დარტყმა, როგორც ხელით, ისევე ფეხით. როგორია მისი შანსები ალექსანდრეს წინააღმდეგ, ეს გამოჩნდება ნოემბერში და მომინდია თქვენთვის დამიწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ამ ბრძოლაზე, ვინაიდან ალექსანდრე ცხადია უფრო მრავალშრიანი მებრძოლია ვიდრე ბეკზად ალმახანი. გამომდინარე იქიდან, რომ ალექსანდრეს აქვს არაჩვეულებრივი კრივი, ძალიან დიდია მისი არსენალი ჭიდაობასა და გრეპლინგში, შესაბამისად ასეთი მეტოქის წინააღმდეგ ჩემი აზრით მას ბრძოლა არ უნდა გაუჭირდეს, მით უფრო რომ ამ ჯგუფში ის უფრო მეტად იქნება ლაღი, უფრო მეტად იგრძნობს თავისუფლებას, როგორც ხელებში, ისე ფეხებში და ისევე მიწაზე. შესაბამისად უფრო მეტად შეეცდება რომ იპოვოს ფინიში, რომელიც მას ასე ძლიერ სჭირდება ამ ორგანიზაციაში. რაც შეეხება ბეკზატს, სადებიუტო ბრძოლა წააგო, ბრედ კატონას წინააღმდეგ ნოკაუტით გაიმარჯვა და ახლაც კვლავ ხმამაღალი ფინიში სჭირდება იმისათვის, რომ უფრო მეტად წაიწიოს წინ ორგანიზაციაში და აიხტინოს მისი ბავშვობის ოცნება, რაც არის UFC-ს ჩემპიონობა. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობდა ის, თუმცა მას ნაკლებად აქვს დასავლური MMA-ის გამოცდილება, ვინაიდან მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იბრძოდა უმეტესწილად ყაზახეთში და პერიოდულად არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. შესაბამისად, მისი დებიუტი, როგორც შედგა უმართან 2024 წელს, ახლა კიდევ უფრო მეტად აქვს შანსი საკუთარი პოზიციების გამყარებისა. თუმცა, როგორც უკვე ვახსენეთ და გამომდინარე იქიდან, რომ მოჭიდავების წინააღმდეგ მას ბრძოლა საკმაოდ უჭირს, მარტივია მისი მიწაზე გადაყვანა, ასევე მიწაზევე კონტროლი, წესითა და რიგით ალექსანდრეს არ უნდა გაუჭირდეს. მისი დგომი არის ორთოდოქსული, სიმაღლეში არის 170 სანტიმეტრი, წნომი აქვს 173 სანტიმეტრი და გამოდის სუპერ სუბუქწონით კატეგორიაში, ეგრეთ წოდებულ ბენთემვეიტში, რომლის ჩემპიონიც არის მერაბი და რომელშიც ახლად გამს პირველ ნაბიჯებს ალექსანდრე თოფურია. მას აქვს ზუსტი დარტყმები, ჰეთქებადი კრივი. შესაბამისად, როგორ დაიმკვიდრებს თავს ახალგაზრდა ყაზახი მებრძოლი ქართველის წინააღმდეგ და ვინ გამოვა ამ ბრძოლაში გამარჯვებული. ამ ყველაფერს გავიგებთ 22 ნოემბერს ყატარში, დოჰაში გამართულ UFC კატარის ღონისძიებაზე.
თუმცა გამოცდილება რომ მას საკმაოდ დიდი აქვს მიუხედავად იმისა რომელ ორგანიზაციაში გამოდიოდა ამას წყალი არ გაუვა და 17-2-ზე ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი ესე ვთქვათ სტატისტიკა მიუხედავად იმისა ეს რომელ დისციპლინაში იქნება ეს გამოვა კლასიკურ MMA-ში თუ ნებისმიერ სხვა ორთაბრძოლაში ახალგაზრდა მებრძოლისთვის ეს საკმაოდ დამაჯერებელი სტატისტიკა არის და ალექსანდრეს საკმაოდ რთული გამოსდის ჩაბარება მოუწევს თავისი კარიერის საწყის ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში UFC-ს კარიერის საწყის ეტაპზე. და რაც უკვე ცალსახაა, როგორც ჩანს UFC მასთან ფრთხილობს, ასე ვთქვათ, და ნაბიჯ-ნაბიჯ აძლევს მეტოქეებს შესაბამისად, მას საკმაოდ დიდი დრო აქვს იმისათვის, რომ განვითარდეს, უფრო მეტად აუღოს ალღო ამ ორგანიზაციას, იმისათვის, რომ შემდგომ გახდეს ჩემპიონი, უკვე როდესაც მერაბი გამოათავისუფლებს ხამარს მრავალი წლის შემდეგ. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და მე დაგიბრუნდებით მომდევნო სხვა საინტერესო ღონისძიებების განხილვით. ნამელოდეთ.